მოგესალმებით, ბათუმელები აგრძელებს ლაივ ჩართვას ევროპის მოედნიდან, სადაც ჟურნალისტების საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. აქცია უკავშირდება დღევანდელ გადაწყვეტილებას წამყვანის, საინფორმაციო წამყვანის თეონა ბაკურიძის ეთერიდან მოხსნასთან დაკავშირებით. მას შეუჩერეს უფლება მოსილება. რა მოხდა, რატომ მიიღეს ეს გადაწყვეტილება? ამის შესახებ თავად თეონა ბაკურიძე მოგვიყვება, ჩვენ ახლა მას ჩავთავთ ლაივში. თეონა, შენ რომ მოგვიყვე, რა მოხდა დღეს, რატომ მიიღეს ეს გადაწყვეტილება, როგორ ახსნეს ეს და შენ თვითონ როგორ შეფასებას უკეთებ ამ ამბავს? საგო მივესალმები ბათუმელების მაყურებელს. დღევანდელი გადაწყვეტილება, არავის არ შეუძლია იმის თქმა, რომ დღევანდელი გადაწყვეტილება იყო ვინმესთვის მოულოდნელი. აბსოლუტურად ცხადი იყო თავიდანვე. კონკრეტული ადამიანების და კონკრეტულად ახალი ამბების გუნდის განსაკუთრებით მოშორება, როგორ ჰქონდა დაგეგმილი გიორგი კოხნიძეს და ეს პრინციპში ჩემთან პირველ ეთერშიც გამოჩნდა, ხო? რაც მან მითხრა პირდაპირ ეთერში. ამის შემდეგ ქრონოლოგია ისეთი ცხადი, რაღაცა გეგმით წავიდა, რომ ამის გამოცნობა იყო ძალიან მარტივი. აბსოლუტურად აბსურდი უწერია მას ჩემი ეთერიდან ჩამოშორების ბრძანებაში, როგორც იურისტებმა მითხრეს, აბსოლუტურად უსაფუძო და უკანონოა ეს ყველაფერი, რაც მას უწერია, პრეცედენტია. მე მგონი პირველად მოხდა, როდესაც რაღაცა შელაპარაკების გამო შეიძლება ჩამოაშორო ეთერიდან გამოშვების წამყვანი. მე რა თქმა უნდა გავაგრძელებ ბრძოლას, ამ ბრძანებასაც გავასაჩივრებ და ზოგადად ბოლომდე შევეცდებით მივიყვანოთ ეს საქმე იმისთვის, რომ ბოლომდე გავაშიშულოთ პროცესი და ყველას ვაჩვენოთ რეალურად რა ხდება საზოგადოებრივ მოუწყებელში, რას აკეთებს ახალი მენეჯმენტი, რას აკეთებენ მრჩეველთა საბჭოს სამი წევრი, ქართული ოცნების კვოტით დაკომპლექტებული მრჩევლები და არ ვიცი, რას აკეთებს მთელი ხელისუფლება, ქართული ოცნება, რომ ეს პასუხისმგებლობას დაიღოს და პასუხს იმასაც კი არცემს ევროპის საბჭო რომ გამოეხმაურა ამ მოვლენებს და პირდაპირ რომ თქვა, რომ პოლიტიკური ზეწოლის მსხვერპლი არიან იქ ადამიანები. ბორდის ერთ-ერთმა წევრმა ამ გადაწყვეტილებას დღეს უწოდა წამყვანის დასჯა და ასევე საიას იურისტი ამბობს, რომ შემოგთავაზებთ თქვენი ინტერესების დაცვას. რას აპირებთ ამ? დამირეკა სულხან-სალაძემ ჩვენ ვართ პრინციპში დარწმუნებულები, რომ დავა მოგებული იქნება ამ შემთხვევაში. ეს არის რაღაცა დროებითი მექანიზმები პროკურორის მხრიდან, რომ დროებით მაინც მოიგოს რაღაცა დრო და ვიღაცები ჩამოაჩეროს ეთერს და რედაქციას. სხვათა შორის EMC როცა იყო ჩამოსული, EMC-ის თანამშრომლებმა ჯერ კიდე ერთი კვირის წინ მითხრეს, რომ აი თეონა ხო არ დავიწყოთ შენი სარჩელის მომზადება. იმიტომ რომ აი ცხადი იყო აბსოლუტურად ჩემი კრიტიკული დამოკიდებულებიდან, განცხადებებიდან, ეთერებიდან გამომდინარე, რომ ჩემი ჩამოშორება იქნებოდა გიორგი კოხნიძის თემით. შემდეგი ადამიანები არიან რიგში პრინციპში, ამით არ გაჩერდება ეს პროცესი. დღეს იყო საუბარი იმაზე, რომ ერთადერთი განმარტება, რაც იყო გაკეთებული, ის საუბარი იყო კონფლიქტზე ნიუსრუმში, საინფორმაციო ახალ უფროსთან. შენ რომ მოგვიყვე, შენი მხრივ რა მოხდა? დილით როდესაც მივედით ნიუსრუმში, გიორგი აბაზაძე, ფიროზ ბოლქვაძე იყვნენ იქ, ადამიანები, რომლებმაც გადააბიჯეს ყოველგვარ პრინციპებს, გადააბიჯეს გუნდს და გიორგი კოხნიძის უსამართლო გადაწყვეტილებები პრაქტიკულად გაამართლეს. ასე გამოვიდა მათი მხრიდან და ჩვენ უთხარით გიორგი აბაზაძეს, რომ აი კითხეთ რატომ დათანხმდა ამას, რატომ დათანხმდა იმ შეთავაზებას, რომლის კომპეტენციაც კი არ გააჩნია, რატომ არ უთხრა მან ამის შესახებ ნიუსრუმს, ის ხო ნიუსრუმის წევრი იყო. ჩვენ უთხარით მას, რომ მას არ ჰქონდა კომპეტენცია გამოცდილება და ამასთან ეთიკის კოდექსი ეწინააღმდეგებოდა მისი დამოკიდებულებები, მისი ჰომოფობიური და სექსისტული დამოკიდებულებები უმცირესობების მიმართ. რა თქმა უნდა, ეს ლაპარაკი იყო, პოლემიკა იყო ხმამაღალი საუბარი, მაგრამ არ ვიცი, ხა ნიუსრუმში, როდესაც მუშაობ, ბევრ საკითხზე შეიძლება მოგიხდეს ხმამაღალი საუბარი. შემდეგ ჩვენ შვიდი საუბარიც ჰქონდა, მე პირდაპირ უთხარი გიორგი აბაზაძეს, რომ თუ შენზე ახორციელებენ ზეწოლას, გიორგი, იმიტომ რომ მე ვიციო, შენ ჰქონდა მცდელობა განცხადება დაგეწერა და შენ ეს განცხადება დახიე. თუ შენზე ახორციელებენ მცდელობას, თუნდაც იმ ფორმით, რომ თამილა დოლიძემ, რომელზეც დიდი ეჭვი მაქვს, რომ აიძულა გიორგი აბაზაძე ამას დათანხმებოდა და გიორგი კოხნიძე გეუბნებიან ახლა, რომ თუ შედიე ხა ამ პროცესში არ და ვერ წახვალ აქედან,
ვითხარი და ჩვენ დაგიცავთ, იმიტომ რომ ყოველი ადამიანის უფლება უნდა იყოს დაცული ზეწოლისგან. მას ეს განსაკუთრებულ პოლემიკაში ამ ნაწილში არ შემოსულა, მე გავიდა ნიუსრუმიდან, წავიდა რადიოში, გამოიძახეს სასწრაფო, სამწუხაროდ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა წნევა ჰქონდა მაღალი როგორც ვიცი და ახლა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა არის სტაბილური, თუმცა დატოვეს მედცენტრში, მისთვის რომ დამატებითი გამოკვლევები ჩაუტარდა. რა თქმა უნდა, ყველა ადამიანის ჯანმრთელობა არის მნიშვნელოვანი. არ ვიცი, ყოველდღე ამის გვიწევს ჩვენ სასწრაფოს გამოძახება ნიუსრუმშიც, ახალი ამბების სამსახურის უფროსად მოუხდა, რედაქტორს მოუხდა დღეს სასწრაფოს გამოძახება. ყოველდღე ასეთ პროცესში ვართ. ჩვენ ვიცით ასე ნაცია გაყვანაც ამბავი და მართლა ჯანმრთელობაზე გადის ხალხო ამ რედაქციის დაცვა და მართლა მინდა რომ გაიგოს ბოლოს და ბოლოს ხელისუფლებამ პატივისცეს მაუწყებლის სარედაქციო დამოუკიდებლობას და აიღოს ხელი სუსმა ამ გეგმაზე, ანუ დაასრულოს რაღაცა ფორმით ან აღარ გააგრძელოს ამ. თეონა, საინფორმაციო სახალ უფროსზე ზეწოლის შესახებ თქვენ მეტი ინფორმაცია გაქვთ ვიდრე ეს ეჭვია? მე მაგ ეჭვი ამის შესახებ, იმიტომ რომ მან თქვა მაუწყებლის თანამშრომლებთან რომ არ ვიცი რა გავაკეთო, მე დავწერე განცხადება ორჯერ და დავხიე, დაახლოებით ასეთი ფრაზა იყო და ჩვენ მეცოთ ვთხარით, მას ისეთი ანუ არ ქონია განსაკუთრებული რეაქცია ჩემი აზრით, რომ არა და რას ამბობდა არავინ ზეწოლა ჩემზე. ანუ აი რაღაც ამ საუბრებიდან გამომდინარე მაგ ეჭვი რომ მასზე ახორციელებენ ზეწოლას და ნუ რა ვიცი ლოგიკურიც არის რომ განახორციელონ, იმიტომ რომ ეს ადამიანი, იმიტომ რომ დღეს გიორგი აბაზაძე თქვა რომ მე რომ ცოდნოდაო რომ ლაშა ზარგინავას ან ირინა ყულას თავაზობდით, ამას არ ვიზამდი, რატომ არ იცოდა ეგ ძალკე თემაა, რატომ არ იცოდა, გამიკვირდა. და მეორე თემაა ის, რომ მას არც კი უკითხავს ნიუსრუმისთვის, როდესაც ამ გადაწყვეტილებასთან ხდებოდა. ანუ რადგან ამბობს რომ მას რომ ეს ცოდნოდა, მან უკვე ამ ვითარებაში გაერკვა ამ ვითარებაში, უკვე რაღაცა შევიდა პროცესში და დაინახა რეალური რეაქცია ნიუსრუმის, მერე უკვე მგონია რომ მას ენდომებოდა ამ პროცესიდან დასვლა, იმიტომ რომ ეს ძალიან მძიმე პროცესი იქნებოდა მისთვის და ახლა მან თქვა რომ დავხიე განცხადება, ნუ რა თქმა უნდა არის ეჭვი რომ მას ახორციელებდეს და არ წავიდეს ამ პროცესში. თეონა, შენ გარკვეულწილად ისაუბრე კიდეც ამ საკითხზე, მაგრამ მაინც მინდა რომ ცოტა მეტი გვითხრა, რა პირობებში, როგორ ახერხებს დღეს ნიუსრუმი? მძიმე პირობებში. როგორ ახერხებს მობილიზებას, ხო, ამის მაგიდან. საინფორმაციოს გაკეთებას თუნდაც. საინფორმაციოს გაკეთებას. დღეს ხალხს ფირუზ ბოლქვაძემ როგორც ვიცი მიმართა გუშინ იყო ფირუზ ბოლქვაძე რედაქციაში, მან განახორციელა მისი უფლებამოსილება, ჩვენ ნახეთ 25 წუთიანი გამოშვება გავიდა ეთერში ტრადიციული 1 საათის ნაცვლად. დღეს მე არ ვიცი, მე ვუთხარი რომ ისინი რაღაცა არ იყვნენ სწორი ფორმით პროცესში შემოსულები და რაღაცა უსამართლობას აპრავებდნენ დირექტორისას და დღეს ამის გამო ფირუზ ბოლქვაძემ გადაწყვეტა რომ მიმართოს სახალხო დამცველს, ის რომ ეს არის ორგანიზაციული დაუმორჩილებლობა და ფირუზ ბოლქვაძეს და ლალი ბერძენიშვილის მონათხრობი დაედო საფუძვლად უკეთ ბრძანებას, რომლის საფუძველზე დირექტორმა გამათავისუფლა. მძიმეა უკიდურესად მდგომარეობა, აბსოლუტურად ვიზიარებ და ვეთანხმები ალტერნატიული პროფკავშირის განცხადებას, რომელიც ამბობს საგანგაშოა ეს ვითარება და ადეკვატური ზომები უნდა მიიღოს ახლა მენეჯმენტმა, რა თქმა უნდა ჩვენი მოწოდება სახალხო დამცველი ჩაერთოს ამ პროცესში. დიდი მადლობა. შეგახსენებთ, რომ აჯარის ტელევიზიის საინფორმაციო წამყვანი თეონა ბაკურიძე გვერდთვებოდა. ეხლა ჩვენ, რომლის მიმართაც დღეს მიიღო გადაწყვეტილება დირექტორმა, მაუწყებლის დირექტორმა, მან შეუჩერა უფლებამოსილება წამყვანს. აქცია გრძელდება ევროპის მოედანზე, მიუხედავად იმისა, რომ 2 საათი გავიდა, აქ მაინც რჩებიან, აქ შეკრებილი ადამიანები და აპროტესტებენ მაუწყებლის მენეჯმენტის გადაწყვეტილებებს.